მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Alpha Twinkies. მე ვარ ლექსო. მე ვარ ნიკოლო. და დღეს წარმოვიდგენ ძალიან სახელისო ვიდეოს. საუკეთესო მეგობრების challenge. ვუ! და ჩვენი challenge-ის მიზანია გავიგოთ, რამდენად კარგად ვიცნობთ მე და ლექსო ერთმანეთს და რამდენად ვართ ნამდვილი საუკეთესო მეგობრები. ამისთვის დაგვჭირდება ეს ფურცლები. ჩვენ გვაქვს ასევე მომზადებული კითხვები, რომლებსაც ვუპასუხებთ ორივე ერთმანეთზე და თუ ერთსენი ერთმანეთს დაემთხვევა, ჩვენ ვართ ნამდვილი საუკეთესო მეგობრები. დარჩით რომ გაიგოთ ვართ თუ არა. ვიწყებ. და პირველი კითხვა არის, რა არის ჩემი საყვარელი ფილმი? მეც ფურცელი უნდა მომწიფე. აი როგორ აბა დაწერე ლექსო. ტრიპას არ. აჯერ ხო დავწერე და მოგეწოდე ხო. თუ არ არის ეს. დაწერე. მე ვიცი რაც არის. კარგად დაფიქრე ნიკოლო. შენ იცი რაც არის? შენ საყვარელი ფილმი ვიცი რაც არის. ალბათ. ნათქვამი მაქვს? მე არ ვიცი და. მე ვიცი. აი ხო. ეხლა უფრო ძალიან პატარას ვუწერ და კამერაში არ გამოჩნდება. მაგრამ არა უშავს მეგობრებო, წავიკითხავ მაგრამ. აი 1 2 3 მიზე. ვა, შენ ნამდვილი საუკეთესო მეგობარი ხარ, ყოჩო. ეხლა ლექსოს საუკეთესო მეგობარს დავუწე საუკეთესო მეგობარს არ დავწერე, იმიტომ რომ მე ვარ. აი, საუკეთესო ფილმს დავწერე ხო. მე არ ვიცი შენ საუკეთესო ფილმი, მოდი. რამე მინიშნების მოცემა არ შეიძლება ნედა? მოიცა თუ არ იცი ჯერ მოიფიქრე და მე. მოიფიქრე. ლექსოს საუკეთესო ფილმი. ძალიან მარტივი მოსაფიქრებელი იყო პრინციპში. ძალიან მარტივი. დიახ. მომე ჯერ რომ მე დავწერო. აზერზიო. მინიშნებას მოგცემ რომ ინგლისურად წერ სახელს. იმიტომ რომ ქართულად ძალიან გუსტი სახელია. ქართულად გუსტი სახელი. წყალო ვინა. ო ფილმით არ უნდა დავიწყო. მიდი. გავიგეთ რამდენად კარგად მიცი. მეგობარო. ეხლა რომე ამოვჭრით ამას არ ვუშვს. ფილმში მულტფილმი ჩადის ნიკოლო სხვა შორის. ამ ნაწილს ამოვჭრით, აი ეხლა ვითომ ყველაზე. მე ქართულად დავწერე. კარგი. 1 2 3. Cars. მანქანები. ხო, Cars იგივე მანქანები არის. 1 ან 2. ნუ ამოშოვის ვერ გადავწყვეტე. აი, ანუ ორივეს ერთ-ერთი ფულო. დიახ. კარგი. ეხლა მეორე ტური. მეორე ტური იყოს ჩვენი საყვარელი საჭმელი. იყოს. კარგი, მე დავწერე ხა ჩემს საყვარელ საჭმელს. და მე დავწერე. შენი თოვის გარე. მაშინ გამიჭირდა. აი ბანალურად წერა ვიცი. არ არის სწორი. დარწმუნებული. რა ვიგებთ? 1 2 და 3 წამში. ლაფშა. იცა რა ის? ლაფშა ვის ანუ ზუსტად 5 წუთის წინ გითხარი კაფეტერიაში შევიყავით, პიცა გახსენს თუ რაღაცა და არ ამითმინდა პიცა. არა, ეგ კარგი თქოს. ეგ თქვი ზუსტად ეგ. ქათამი მინდაო თქვი. და მე ჭამე ქათმის რაპი. ლაფშა კრაშუაშია საერთოდ. რაპი მაინც დაგეწერა. უფრო მოდიო. მე ვწერე ხა და აბა მიდი გამოიცანი ერთი ვაშკაც. დიდ ბუზერო ხა. ვიცი შენ საყოველს. არის. არის. აჰა, მიდი დაწერე ერთი. ნახოთ რა ბიჭი. აი, 1 2 3 ქათმის ბროკ. ჭადი და ყველი. აი, ვიცი, მეორე ვარიანტია.
დიახ, მეგობრებო. ჭაი და ყველი არის ოქროს კომბინაცია. აი, ეხლა მესამე ტური. გახსენე ტელეფონი რა შემდეგ რო გითხო. კითხვას ნახავ ახლა მობილურში და გავაგზავნებ შემდეგ. მანამდე გავამქრევთ ოპერატორი რომელიც ვიყურებს მომავალს. საყვარელი სასმელი გვინდა? არა. საყვარელი ფერი? არა. საყვარელი სიმღერა? მე ნომერ პირველი საყვარელი სიმღერა? ეს უკვე საინტერესოა. კაი, მოდი იყოსე. ნომერ პირველი საყვარელი სიმღერა. ერთი სიმღერის არჩევა რო შეგვიძლია. ცხოვრების ბოლომდე რომ შეგძლოს ერთი სიმღერის მოსმენა, რას მოგხსენებთ? მხოლოდ ერთი სიმღერის. ეს უკვე ძალიან რთული შეკითხვაა, მეგობრებო. აქ უკვე რთული შეკითხვა, მაგრამ მგონი ორივე ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. მე ორი ვარიანტი მაქვს. მეც ორი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ეხლა დამიკავშირდი გონი რომ რა უფრო მაყურებელს რა უფრო მოხსენ ფუძე ჯერ დავატევ, ამას შევინახო. ეს სიმღერა მე მოგა ამას თუ ვერ გააკეთებ, ვერ გამოიცნობ ვიდეო გაწყდება აი ამ ახლა გაწყდება წავალ ჩემს სახლში მოტრიალების ეს ფაქტობრივად ორივეს პასუხი გამოდის, ანუ ამის გამეორება აღარ დაგჭირდება. ხო, ჩემი საყვარელი სიმღერა, რა თქმა უნდა, შენი საყვარელი სიმღერაც. დიახ, რა თქმა უნდა. სხვა ყველა საყვარელი მეგობარი ეგრე არის ჩემი აზრით. კაი, 1, 2, 3. Instant crush. დიახ. ნუ ცხადია, სხვა ვარიანტი ფიზიკურად ვერ იარსებოდა. იმიტომ რომ ეს სიმღერა რო არ არსებობდეს, ჩვენ ჩვენი მეგობრობა არ არსებობდა. ამ ვიდეოს ვერ ნახავდით. ეს არხი არ არსებობდა. შესაბამისად, ვაფშე აი არაფერი არ მოხდებოდა. დიახ. ამიტომ ეს სიმღერა ყოველთვის დარჩება ერთგვარი პეპლის ეფექტია სიმღერად მსოფლიოში. დიახ. და ვისაც არ მოგისმენთ, მოვუსმით იქები პოწოფიცი. დიახ. კაი, შემდეგი შეკითხვა. გახსენეთ ტელეფონი. საყვარელი TV show, ანუ სერიალი. კაი. ეხლა შენ საყვარელი? ხო, ჯერ ჩემს საყვარელი სერიალი. ალბათ ერთი ვარიანტია. არის ნახოთ. კაი. 3 1 2 3. დიახ, ოფისი. ოფისი, მართლა გამოიცანი? რა თქმა უნდა. ანუ ჩვენში არ მეგონა რომ გამოიცნო. აი ესე სენსაცია დაფიქსირდა ჩვენს ვიდეოში. ანუ იმიტომ რომ გამიგონა. მე ვწერე. ჩემი საყვარელი სერიალი. არ ვიცი. არც კი ვიცი. მაგრამ იმის ხომ მიხვედრა შემიძლია რასაც. მოდი იყოს. არა, ვიცი რაცა. კარგი. ანუ არ ვიცი მეგობრებო, ეხლა რეალურად ბევრი სერიალია, რაც მიყვარს უბრალოდ. რაღაც არ ვიცი, იყოს ეს ამ ეტაპზე. მე დავწერდი მაგ სერიალს, ეხლა შეიძლება მომფიქრებოდა. დიახ, ცხადია მეგობარ. რა ვიცი სწორად წერტილს. აი, მაშინ არ არის ცხადი. 1 2 3 ტედლოს. Friends. Friends ვფიქრობდი ხო, მაგრამ მეთქი ოფისი Friends-ი რაც ერთად. მაგიტო დავწერე. ტედლოსოს ნამდვილად არის ჩემი საყვარელი სერიალი. თამამად შეიძლება რომ ტედლოსო დამიწერე. ვიშე რამდენ ქულაზე ვარ თქვი ვიცი. ქულა ეს ხომ უბრალოდ რიცხვები არის. ხო, მაგრამ გამარჯვებული ვინ უკეთეს მეგობარი? პირველი გამოიცანი. მეგობრობამ რო გაიმარჯვოს საბოლოოდ. არა. კაი, მაგას პერიპოლოს დაუთვლით და გავაგებინე. კი, თუ არ დავითვალეთ და ეკრანზე არ ამონათ, ესე იგი დაგვიზარა და მეგობრებს ეწერება და დიახ, აი აქ და აქ გამოგვიწერეთ Instagram-ზე.
და ინსტაგრამის. არ ვიცი. აი, შემდეგი შეკითხვა გახსენდები. შემდეგი შეკითხვა იყო საყვარელი რესტორანი. არა. მაშინ იმის შემდეგი იყო დავაი, მოდი იყო საყვარელი რესტორანი. იყო საყვარელი რესტორანი. ახლა მე რა ვიცი შენ საყვარელი რესტორანი? აი, რესტორანი საჭმელი ადგილი მან. ნუ დიახ, fast food ამბავია, ვწდები. არ მინდა ხუცები. არა, მანდა მეც fast food-ი არა, საჭმელი, სადაც ჭამ. ადგილი სადაც ჭამ რესტორანი. დიახ, რესტორანი ეგაა, ადგილი სადაც ჭამ. იმედი გამოიცნო. მომეცი ეგ რესტორანი არ არის. ხო და მაგითო დავაკონკრეტია რომ მანდა მეც რესტორანი არა, ეგ მაღაზია. საჭმელი ადგილია. აუ, თქვი ბარი პასუხი. ან როგორც მიხდით მე უკვე მივხვდი. სამი, ორი, ერთი. გუდვილი. იმიტომ რომ გუდვილი რო არა, ეს ვიდეო არ იქნებოდა. ასე. გუდულში გავიცანით ჩვენ ერთმანეთი მეგობრებო, აი ისტორია რომელსაც ყველა თქვენ ეხლა ცოტა ბრეიკი ვქონდეს, ეხლა მოდი ავიღოთ ჩვენ დაგვიდით პირობა მოგიცით წინა ვიდეოში რომ გეტყოდით როგორ გავიცანით ერთმანეთს და გავუწყოთ. გახსოვთ ლექსო, გახსოვს ეგ დღე? გუდულშივით მახსოვს ნიკოლა. რომელი დღე იყო? 2024 წლის პირველი მე მოვიდიოდი ინგლისურიდან მახსოვს. მე მოვიდიოდი ქართულიდან. ორივეს ერთგვარად თქონდა რაღაც გაკვეთი. დიახ, როგორი დამთხვევაა. ძალიან აი მეღიმება ახლაც რო ვფიქრობ ამ საოცარ ფაქტს. მე თქვა წინ. დიახ. და მე შევედი გუგლში რომ მეჭამა საჭმელი. მოდი მე დავიწყებ მოკლედ. კაი, შეგეც. სუსხიანი დღე იყო და მათემატიკის გაკვეთილამდე გადავწყვიტე რომ თავი გამითბო საბურთალოს სითიმოსი შესვით. შევედი საპირფარეშოში. ვიპირფარეშე. და რომ გამოვედი გადავწყვიტე გუდვილის მიმართულებით წასვლა. სადაც ერთი თავგზავნეული ხუჭუჭა ბიჭი მიდიოდა. ეს ბიჭი ნიკოლა იყო. ნიკოლას ვიცნობდი აქამდეც ასე შორიდან, იმიტომ რომ ჩემი კლასელი იყო. გადავწყვიტე რომ ამ ბიჭთან დაახლოება. მივედი ნიკოლასთან და ვკითხე რა შვილი, როგორ რა საპირე? ნიკოლამ კი მომიგო. მე მოვდიოდი რომ მეჭამა საჭმელი გუდულში, მოგია. მართლა ვერ ვიფიქრებდი იმ დღეს რომ მე სხვასთან ერთად ვიქნებოდი, უბრალოდ მარტო ვაპირებდი მეჭამა სევდიანად ჩემთვის. იმიტომ რომ ყოველთვის ასე ხდებოდა. ყოველთვის მათემატიკის გაკვეთილის წინ მივდიოდი გუდულში, ჭამდი გუდულს მარტო. ამ შემთხვევაში გამომიჩნდა ადამიანი, რომელმაც მითხრა რომ გამოყვები. ეხი გშია ლექსო საჭმელი? თუ რატომ უნდა გამოყვები? არა ნიკოლო, არ მშია, მაგრამ გამოყვები. კარგი გამოყვები. და მახსოვს იმ დროს მართლა ვფიქრობდი რომ ეხა ამ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკო მეთქი, რატომ მომყვება მეთქი. იმიტომ რომ კლასელი იყო რომელიც უბრალოდ კლასელი იყო და მედი არ კლასელი იყო, მედი არ ხედი. რაღაც მომენტებში კლასელიც არ იყო, არც მახსოვდა მაგის არსებობა. და ვერაზოს ვერ ვიფიქრებდი იმ მომენტში. იმ გუდვილის, ის გუდვილის შეხვედრა თუ ასეთ რაღაცას გამოიწვია. იმიტომ რომ დავსხედით და რაღაც მეროდ 10 წუთში უკვე უყვები რაღაც ისტორიებს. თვითონაც ძალიან გულდასმით მისმენს. და მე მახსოვს გამოვედით და წავედით სკოლაში ერთად და ერთად დავსხედით იმ დღეს. ხოსი ასე იყო. ხოსი ასე იყო. და მე ეს შეხვედრები გაგრძელდა ყოველ კვირა გრძელდებოდა როგორც მახსოვს მე კვირაში ერთხელ. ანუ რაღაც მე არ მეორე კვირას მე არ მithkoms ხარ თუ არა მან ლექსო ისევ შემთხვევით შევხვდით. დიახ, ასე შემთხვევითობით იწყება ყველაფერი და გადაიზრდება არა შემთხვევითობაში. მეორეჯერაც შემთხვევით შევხვდით. მესამეჯერაც მგონი და არა თუ მესამეჯერ უკვე უთხარი რომ მეთქი ლექსო გუდულში ხო არ ხარ.
და მაგ დროს მითხრა არ ვარ ძალიან საინტერესო იყო ჩემი და ნიკოლოს ასეთ დაახლოებაზე ნიკოლოს მეგობრების რეაქცია, როდესაც ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს ელენე არჩვაძეს ნიკოლომ უთხრა ლექსოსთან ერთად ვარო, ანდროს ელენე დაიჭღანა და ვისთან, აი ასე დაახლოებით ამდაგვარი რეაქცია. თუ შემოვა ახლა ჩვენთან აუდიტორიაში ელენე დაადასტურებს ამ ყველაფერს. ამ ყველაფრის მოდი და გამოჩნდი. ვერ გავიგერას. მოდი და აგიხსნით ახლა. მე დაჯერ ამხსენ და ესე იგი მე მივდიოდი ჩემთვის სკოლაში, კი არა, გუდულში მივდიოდი ჩემი საუკეთესოების ლექსოს სანახავად. როდესაც შემხვდა ელენე არჩვაძე, რომელსაც უთხარი რომ მეთქი ელენე მკითხა სად მიდიხარო და ლექსო უნდა ვნახო გუდულში ეს თქვა. ამიგორის შორი. არა, ჭორი არ არის, ნამდვილი ისტორია არის. ეს ნამდვილი ისტორია. მართლა ნამდვილი ისტორია არის. ეს არის შენი ნამდვილი სახე. და ლექსოსთან რა გინდა? იმიტომ რომ გაუგვირდა. თითქოს მე და ლექსო რატომ უნდა ყოფილიყო? ზიზღით და აუტყუილი. შური ამოძრავდა მე დარწმუნებული ვარ. გამოჩნდი. მაგრამ მე ვაფშე არ მინდა იქნებ. ეს თქო დარღვევაა ჩემი უფლებების. არა. იქ ჩემზე რო ყვები აი, მოდით არ დავკარგოთ ასეთ ადამიანებზე დრო და გავუძიოთ ჩვენი ისტორიის მოდი გავაჩვენოთ, მოდი მოდი ჩემი აზრით გავაჩვენოთ. თავიდან მოყევით ეგ ისტორია, просто სახელი და გვარი რომ დამიფაროთ. იმიტომ რომ კულ შეესაბამება. არა, საერთოდ. კულ შეესაბამება. არ არის პული. გავაგზავნოთ ამ ისტორიის მოყოლა და მე როგორ განვითარდა ჩვენი მეგობრობა, აი ამ გუდულის შემდეგი ეტაპი თუ გახსოვს რა იყო? კარფური. თუ შეიძლება რომ ეს რაღაც დამსწრე საზოგადოება ჩუმად იყოს. გახსოვს? არ მახსოვს. შემდეგი ეტაპი იყო, აი, წინაზე რო თქვი instant crush-ი. მე დიახ, დავდე instant crush-ი. instant სიამოვნებაში crush-ი როგორ არ მახსოვდა. ნოუთებში, Instagram-ზე. არ იყო ნიკოლო ეგრე, მე დავდე. შენ დადე კი, და მე დაგირეკდი? კი. რომ მე პირიქით მახსოვს. და მე უკვე გეიწულის გაცნობის ისტორია. რატო? რატო გადაიზარდა? ჩვით ელენე. იმედია ჩემი მას ამოჭით. არა. ხო YouTube-ზე და ხო და დაგარეპორტებთ. შეგეშით რა? არა. აი, ხედავს. შური და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს. მოდი დაუბრუნდეთ თემას, ხო, თუ შეიძლება. Instant crush დაუბრუნდეთ. როგორ ქონა instant რომელმაც- crush ნიკოლოს ლექსოზე? ახლა უკვე ხელს მიშლი, იცი? ერთხელ გავიცინეთ. ორჯერ გავიცინეთ. მესამედ უკვე. ეს ძალიან ისე თემატურია, ისე რომ instant crush. თემატურია, მაგრამ ამ ადამიანის პირიდან არ უნდა მოდიოს. ხო, მაგას ისედაც ვაპირებდი მაგის თქმას, რომ ჩვენი სიმღერა არის instant crush, როდესაც ვიყავით ერთმანეთის instant crush-ები გუდულში დანახვისას. ძალიან მაგარი. ბარბარე ამას თუ უყურებ, შეგიძლია გათიშო. შემდეგ ჩვენი მეგობრობა, აი ამ instant crush-მა და უკვე მუსიკაზე ელაპარაკმა, საერთო ინტერესებზე ელაპარაკმა, როგორ გავდით ერთმანეთს, როგორ მართლა ტოპებივით ვიყავით. ამან უკვე ძალიან დაგვაახლოვა რა. და მე უკვე ნენელა დაიწყო, აი ლექსოსგან მოდიოდა ძირითადად ინიციატივა, რის გამოც აი ძალიან მაფასებ მართლა ამ ადამიანს, რომ გავიდეთ თოდეიცეო. უფრო უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ხო, ანუ მე უნდა წამო ნიკოლო ნაძვისხის ანთებას დავესწროთ, წავიდეთო ნიკოლო წამო. სიამდვილეში ეს უბრალოდ მიზეზი იყო, მე ნიკოლოს ნახავს. წამოდი ნიკოლო იქო ჰელოვინის რაღაც რო იმართებოდა, ხომოდი ხარმანდო ახალი ჰელოვინზე არ ყოფილვარ მე სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი რას ვაყავ. არა, იყავი როგორ არა? არ ყოფილი. კი იყო. კომოროვში იმართებოდა ჰელოვინს. ეს საახალწლო პარტია. საახალწლო პარტი ხო. და ბევრი რაღაცა იყო ასეთი, რასაც ლექსო იჩენდა ინიციატივას, ანუ ჩემთან და ურთიერთობა. ბავშვები რო ნახავენ ამ ვიდეოს და თქვენოს რო კომაროვი გაქვთ დამთავრებული. თქვენი აზრით რა გავლენა ექნება ამას ახალ თაობაზე? ჩემი აზრით ჩვენ უბრალოდ ვასწავლით ადამიანის ნამდვილ მეგობრობას. უწყობთ ხელს და ვაშენებთ ნამდვილ მეგობრობას. და ნამდვილი მეგობრობა იმიტომ იყო, რომ ორივე ვშრომობდით ამისთვის. ორივე ლექსონ პატიჟებდა, მე ვპატიჟებდი ერთმანეთის ნახვა გვინდოდა, აი ეს ყველაფერი რომ შექმნილი იყო, ამისთვის ვიშრომით. ასე არ გაჩერია უბრალოდ. ეფორტი ჩავდეთ და შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში. ბევრი სხვა ყალბი მეგობრობისგან განსხვავებით, ეს მეგობრობა ნამდვილია და პირველივე დღიდან ნამდვილი იყო. არსებობს მეგობრობები, რომლებიც არიან ყალბი, არის ყალბი და რატომღაც მხარეებს უჭირთ ამაზე საუბარი და იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი ყალბია, ეს ყველაფერი ფუჭია და ფარსია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ესე არ არის, ჩვენ ყველაფერი ნამდვილია. ყველაფერი რეალურია. ჩვენ გამონაკლისები. დიახ. ჩვენ განსაკუთრებულები ვართ. დიახ. Special needs. დიახ. Special needs. ბავშვები ხართ.
კიდე რას დავამატებდით? და ამასობაში ამ მოყოლაში მივედი ჩვენ სპონსორამდეც. Goodwill-ი ჩვენი წარდგენი, მთავარი წარდგენი, რეალურად ეს ყველაფერი გვაჩვენებს. ნახევარწალ აქვს Goodwill-ს, ხო? Goodwill-ი არ გავს კარფურს, არ გავს ნიკორას, არ გავს ორნაბილს, არ გავს სპარს, Goodwill-ია. Goodwill-ში შეგიძლია შენი ნიკოლო აღმოაჩინა. Goodwill-ი არ არის მხოლოდ პროდუქტების მაღაზია. Goodwill-ი აკავშირებს Goodwill, კარგი მომავალი. და მოკლედ გონი ამ ჩელენჯის აზის აღარ აქვს უკვე გაგრძელებას, იმიტომ რომ გონი საკმარისად გასაგებია რომ მე და ლექსო ნამდვილი საფუძველი მეგობრები ვარ. ჩვენ არ გვჭირდება რაღაც ჩელენჯების და რაღაცების დამტკიცება ერთმანეთისთვის. ჩვენ ვიცით, ჩვენ ერთმანეთს გვჭირა და თქვენ თუ არ დარწმუნებული ხართ, აი მაგრა გულია და გვადლობ ყურადღებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. მე ამოვჭერი.